გესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ ელენე. ამ წამს როცა ვიდეო ჩავდე, გამახსენდა იდეა თუ რა უნდა გადამიღო ახალი ჩემი არხისთვის, აი ესეთი კონტენტისთვის და რა თამაშები, არა ვიდეო გეიმები და იქით რაღაცები და მოკლედ გადაწყვიტე გადამიღო ესეთი რამ. გასწავლოთ როგორ დავამონტაჟოთ ძალიან საინტერესო ვიდეოები და მე ვიყენებ ამ ვიდეოებისთვის აპლიკაციას, რომელსაც ქვია CapCut. ეს აპლიკაცია, რომელიც ყველა მის იმიტომ ძალიან პოპულარულია და ვფიქრობ, რომ ძალიან გაგიადვილება თამაში დამონტაჟება, ძალიან ადვილად დაიმუღამებთ და მე ძალიან ადვილად ამოღამე და დღემდე მაგას ვიყენებ და შეუცვლელი აპლიკაციაა ჩემთვის. ხო და მოკლედ ახლა განახებთ რამოდენიმე ხრიკს და შემდგომ გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ვიდეო მონტაჟი CapCut-ით და მაგასაც ჩავწერ მე როგორ გავაკეთოთ. სიტყვაზე არ მომწონს ესეთი ვარცხნილობა და მინდა გავაკეთო რაღაცა მაგიური. ავიღებ ხელს, გავაკეთებ მოძრაობას და შემეცვალა ვარცხნილობა. ასევე, თუ არ მომწონს აი ეს ვარცხნილობა, შემიძლია გავაკეთო ესეთი რამე. აი უკან შევტრიალდე. შევტრიალდე უკან. 3, 2, 1, გადმოვწიო თავი უკან. და ესეთი მაგიური მოძრაობა გავაკეთე. მესამე ხრიკი აი ეს არის. როცა ავიღებთ რეზინას და გავიკეთებთ ერთ ხელზე, გავაკეთეთ მაგიურ მოძრაობას. აღარ არის აქ რეზინა, მაგრამ სად გაქრა? აი სად არის? ხოლო თუ გვაქვს ამ ხელზე, გავაკეთებთ მოძრაობას და გაჩნდება აქ. ახლა გასწავლეთ ამ ყველაფერს თუ როგორ დავამონტაჟე აი ესეთ დონეზე და მედე გამოგადგებათ რაღაცებში და თუ კიდევ ესეთი მსგავსი კონტენტი გადავიღო ხოლმე, უცებ დამიწერთ და უფრო საინტერესო ხრიკებს გასწავლით და ალბათ მოგეწონებათ. მოკლედ დაგიბრუნდით, ეს არის მონტაჟის ვიდეო და ახლა გასწავლეთ როგორ უნდა დავამონტაჟოთ. ავიღებთ იმ ვიდეოს მონაკვეთს, როცა უკვე ვიწყებთ მონტაჟს, გავწყვიტავთ და ვუერთებთ იმ მომენტს, როცა უკვე გავიშალეთ თმა, ჭირდება არასასურველ მომენტებს და გადადის აი ესე ძალიან კარგად ჩვენ ტრანზიშენი. აქ უკვე ჩვენ შეკრულ თმებსა და გაშლილ თმებს შორის მყოფ ხაზს შეგვიძლია დავუმატოთ არაერთი ეფექტი და შევცვალოთ სრულიად ეს ტრანზიშენი. აი 1000 ესეთი ეფექტი არსებობს, შეგიძლიათ თქვენ რომელიც მოგესურვება დაერჩიოთ, დაამატოთ და უფრო სხვა ტიპის ედიტი გამოდის, მაგრამ ეხლა მე ამჯერად არ დამიმატები არაფერი, იმიტომ რომ ძალიან შეიცვლებოდა. მაგრამ თქვენ ანიმაციებში შეგიძლიათ მოძებნოთ, როგორც ახლა აქ მე შევეცადე მომეძებნა რაღაც ეფექტები და მოკლედ არაფერი არ დავამატე, უბრალოდ დავტოვე ესე და გამომივიდა მოკლედ ეს შედეგი. მოკლედ როგორც ხედავთ, მაინც არ დავნებდი, კიდევ ძალიან ბევრი ეფექტი ვცადე, მაინც არ მომეწონა არც ერთი, ამიტომ დავანებე თავი და გადავიდეთ შემდეგ ხრიკზე. როდესაც უკან ვატრიალებ თავს, ვცდილობ დავიჭირო კარგი კურსი ეკრანის მიმართ და მოკლედ თავს როდესაც უკან წევ, მაგ დროს წყვეტ ვიდეოს და ვჭრი იმ მომენტს, როდესაც უკვე ვცდილობ შემოვატრიალო თავი. და მოკლედ როდესაც თავს წინ ვწევ, მაგ მომენტშიც ვჭრი და ესე ვაერთებ, ნახეთ როგორი გარდასახვაა. ამაზეც უამრავი ანიმაციონის და ეფექტის დადება შეგიძლიათ, თუმცა გადავიდეთ მოდი უცებ შემდეგ ხერხზე. შემდეგი ხერხი იყო ეს, როცა ერთ ხელზე მეკიდე სამაჯური, მოკლედ ავიღე ესე ხელი, მეორე ხელი ავიღე, დავფარე და აი ზუსტად ის წერტილი, როცა დაიფარა ეს რეზინა, უნდა მოვჭრათ მაგ და შემდეგ ავიღოთ ის მომენტი, როცა მოიხსენი რეზინა და აი ისევ იმ მომენტს ვიჭერთ, როდესაც რეზინა იყო ხელზე, ის მომენტი რომ დავფარო. და გამოდის ძალიან კარგი გარდასახვა ამ შემთხვევაშიც და შედეგს თქვენ თვითონაც კი შეამჩნევდით. აქაც რა თქმა უნდა უამრავი ეფექტის დადება შეგიძლიათ რომ უფრო გარდასახოთ თქვენს მე გაკეთებული ედიტი, თუმცა მე მაინც დავტოვე ასე უბრალოდ და ეხლა მოდი იგივეს ვიმეორებ და ამასაც თავიდან გასწავლით. ვიღებ მეორე ხელს. ამ ხელს მეკეთია ესეთი სამაჯური, ისევ იმ დროს ვაპაუზებ და ვჭრი, როცა რეზინა უკვე ხელით იფარება, მეორე ხელით იფარება და შემდგომ ვაბრუნებ იმ ეტაპთან, როდესაც სადაც რეზინა მეკეთა, ის მომენტი იფარება მეორე ხელით და გამოდის ძალიან კარგი გარდასახვა და მოკლედ ამასაც თქვენ ალბათ უკვე ყურებდით. მოკლედ ეს იყო სულ ჩემი ხრიკები, მიდია მოგეწონათ. ეხლა კიდე დაგიბრუნდებით სხვა რაკურსიდან. მოკლედ დაგიბრუნდით.
რომდით და მოდი ახლა სტუდიაში მუსიკა მოვიცუროთ ესეთი მოძრაობები, რომელსაც ახლა ვინახავთ. მოკლედ ეს იყო სულ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ და subscribe-ით და გამოიწერეთ ჩემი აღიარების ძალიან მჭირდება მე და შემდეგ ვიდეოებში, შემდეგ კონტენტში შემოგვშალოთ ძალიან მაგარი ედიტები და მონტაჟებს, რომელიც მე დავამუყარი. ნახვამდის!